გამარჯობა, მოგესალმებით. მიუხედავად ამ არნახული ზეწოლისა, მიუხედავად ამ არნახული რეპრესიებისა, მიუხედავად იმისა, რომ ლამის ნახევარზე მეტი ოპოზიციონერი ლიდერების, აქტივისტების არიან საპატიმროებში, სატუსაღოებში, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ავწყვეტ ბრძოლას, ყველას ის ადამიანები ავწყვეტ ბრძოლას, ვისთვისაც საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის დასტურად ერთიანობის ბრძოლის ჟინის შეუპოვრობის დასტურად ჩვენ ვაპირებთ ყველანი ნორმალური მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის რომ ისე ვაჩვენოთ მთელ საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც რომ ვიბრძვით თავს არ ხრით არ ვეპუებით ამ ყველაფერს და გვწამს ჩვენი გამარჯვების და ამის დასტურად ხვალ 7 საათზე ვაპირებთ რომ ისევ შევიკრიბოთ, ისევ გავიაროთ თბილისის ქუჩები ერთად, ერთიანობით, მტკიცეთ და მივიდეთ რუსთაველზე. ხვალ 7 საათზე ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს შევიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე, მოგიწოდებთ აბსოლუტურად ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი კოალიციის ხარდამჭერი ხართ, ჩვენი კოალიციის ხარდამჭერი არ ხართ, დავდგეთ ერთად, ვაჩვენოთ ერთიანობა, ვაჩვენოთ ისევ რომ თავი არ დაგვიხრია და თითოეულ ჩვენგანს მოგიწოდებთ რომ ხვალ 7 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე შევიკრიბოთ და მარშით თავაწეულებმა ვიაროთ რუსთაველის გამზირისკენ კიდევ ერთხელ რომ ვაჩვენოთ რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება აი ამის დასტურად ყველას მოგიწოდებ ჩემო გვერდით 7 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე ხვალ და ერთად კიდევ ერთხელ გავიაროთ თბილისის ქუჩები მოგესალმებით ჩვენ კოალიცია ძლიერი საქართველო ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას თავარი მოთხოვნებით. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების თავისუფლება. გამოვიყენებთ ყველა გზას და შესაძლებლობას იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზნებს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ჩვენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში, ასევე ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი ვეფხია კასრაძე, მეორე წევრი ვასილ კაძელაშვილი არიან პოლიტიკური პატიმრები გლდანის და რუსთავის ციხეში და მიუხედავად ამისა არც ერთი ნაბიჯით უკან ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. უნდა გითხრათ რომ მიუხედავად ჩვენი ლიდერების პატიმრობისა ჩვენ ვაგრძელებთ იმ არაპარტიულ საქმიანობასაც რომელთაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 10 წლეულების განმავლობაში არიან დაკავებული და ამას ქვია ქველმოქმედება. დღეს წალენჯიხაში გაიხსნება ისტორიაში პირველად წალენჯიხის თეატრი დაფუძნდება მოხდება პრეზენტაცია თეატრის აღდგენილი თეატრის რომელიც იყო განადგურებული საბჭოთა მეურნეობა დღეს არის ის კულტურის ცენტრი სადაც მოქალაქეები წალენჯიხელები ხედავენ IT აკადემიას ნიკო კვარაცხელიას სახელობის რომელიც მუხანათურად მოკლეს ჩვენს ქვეყანაში ამ კრიმინალური ბანდის კრიმინალური სისტემის შედეგებმა საერთოდ ჩვენ ხედავთ წალენჯიხაში ლიტერატურულ ფესტივალებს ჩვენ წალენჯიხაში ვხედავთ მოქალაქეების მოსწავლეების აღდის სხვადასხვა მნიშვნელოვან ცენტრებს რაც არის ქველმოქმედება მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან საპატიმროდანაც კი გრძელდება ეს ქველმოქმედება თბილისში ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მუხტს და ბრძოლას პოლიტპატიმრებისთვის ხვალ 29 ივნისს შედგება საპროტესტო მარში ჩვენი და ყველა პოლიტპატიმრის სახელისთვის იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომელიც დუმან დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება არაფრის ფასად, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე 7 საათზე და მარშით მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც გაერთიანდება ჩვენი სხვადასხვა მსვლელობა ალბათ და ჩვენი ძალისხმევა თავარი მიზნებისთვის. ეს არის პოლიტპატიმრების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა სამართლიანი პირობებით. ყველა ჩვენი ნაბიჯი და გზა იქნება მიმართული საერთო სახალხო დაკვეთისკენ, რასაც შევასრულებთ, არ ვუღალატებთ მიუხედავად იმისა, ხვალ ვის დაიჭერენ ისე ჩვენგან, ვის დააკავებენ და ვის გამოკეტავენ საპატიმროში. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეების და გულშემატკივრების იმედი. მადლობა. მაშასე ხვალ და ანონსებულ აქციას ძლიერი საქართველო შეუერთდება მარჯანიშვილის მოედნიდან შეკრება